რით დაგვამახსოვრა თავი 2024 წელმა. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა წლის მთავარი სიტყვა. რეალური ამბები და ლეგენდები თოვლის პაპის, ანუ სანტა კლაუსის შესახებ. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ უხეზე ვარ და ყოველ ჯერზე მახარებს თქვენთან შეხვედრა. გამარჯობა. მოდი ერთად გადავხედოთ მიმავალ 2024 წელს. უკვე საყოველთაო და აღიარებული, რომ ახლანდელი ლიბერალური მსოფლიო წესრიგი მოირყა და იშლება, რის გამოც მთელი მსოფლიო გეოპოლიტიკურ ძვრებს განიცდის. მომრავლდა კონფლიქტები და გაიზარდა ლტოლვილთა ნაკადები, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე, ეკოლოგიასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ექსპერტთა აზრით, მსოფლიო ახლა სტრატეგიული არასტაბილურობის ხანაშია, რომელიც სავარაუდოდ გასტანს მანამ, სანამ ახალი მსოფლიო წესრიგი არ ჩამოყალიბდება. თუმცა არავინ უწყის, როდის მოხდება ეს. მოვლენათა სიუხის მიუხედავად არ გვახსენდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა გლობალური განვითარებისთვის. ზოგადად კი 2024 წელი ისტორიაში შევა, როგორც ომებისა და არჩევნების წელი. სრულიად კაცობრიობის ყურადღება ორი ცხელი წერტილისკენ იყო მიპყრობილი: უკრაინის ომი და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი. უკრაინაში არ ჩერდება სისხლისღვრა და ნგრევა, მიმდინარეობს ომის გამალებული ესკალაცია. რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასის ტერიტორიის სრულმასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დახევა მოუწიათ. უკრაინელებმა ნელ-ნელა დაკარგეს სტრატეგიული ქალაქები. ჯერ ავდეევკა დაეცა, მოგვიანებით უგლედარი. დეკემბერში რუსეთის არმია პოკროვსკს და კუპიანსკს მიუახლოვდა, თუმცა ამ შეტევის დროს მნიშვნელოვანი იყო რუსული მხარის დანაკარგებიც. რუსეთის შეტევის შესაჩერებლად უკრაინის გენშტაბმა არაორდინალური გეგმა განახორციელა. უკრაინის სამხედრო დანაყოფებმა ხარკოვის ოლქთან რუსეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და კურსკის ოლქის ქალაქებს შეუტია, რისთვისაც რუსეთის გენერალიტეტი მზად არ იყო. უკრაინის სამხედრო ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 60 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრა და ათეულობით რუსული ქალაქი დაიკავა. წელს უკრაინას დიდი ხნის ნანატრი მოიერიშე თვითმფრინავები F-16 და ატაკამსის შორი მანძილის რაკეტები გადაეცა, რაც ეფექტურად გამოიყენა უკრაინამ. წლის ბოლოს ამერიკამ უკრაინას ამ რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის ნება მისცა, რამაც ომის სახიფათო ესკალაცია გამოიწვია. რუსეთმა პირველად ისტორიაში საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკი გამოიყენა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ორეშნიკის გამოყენება დასავლეთის გაფრთხილებას ნიშნავდა, რომ წითელი ხაზი აღარ გადაკვეთოს. 2024 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთისთვის. შიში იმისა, რომ ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე და ისრაელის სამხედრო პასუხი ღაზას სექტორში შესაძლოა რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდილიყო, რეალობად იქცა. ომში ჰამასის გარდა ჰეზბოლაც და იემენელი ჰუსიტები ჩაერთდნენ, მაგრამ ისრაელის გენერალიტეტისა და დაზვერვის გამჭრიახობის წყალობით ამ ძალებმა ფაქტობრივად მარცხი განიცადა. ღაზას სექტორში ჰამასი თითქმის განადგურებულია. ლიბანში ჰეზბოლა დასუსტებულია და ომის შეჩერებას ითხოვს. ამ ძალების შესუსტებაში დიდი როლი ისრაელის დაზვერვის მიერ ამ ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერების ლიკვიდაციამ ითამაშა. ლიკვიდირებულია ჰამასის ლიდერები ისმაილ ჰანია და სინვარი, ასევე ჰეზბოლას ლიდერი ნასრალა და ამ ორგანიზაციის სხვა მეთაურები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ძალთა დასუსტებამ და რუსეთის უკრაინის ომში ჩართულობამ სირიაში ასადის რეჟიმის დაცემა დააჩქარა. ახლა სირიას ოპოზიციური ძალები აკონტროლებს და ქვეყნის ისტორიის ახალი ფურცელი იწერება. წელს 60 სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში 4 მილიარდამდე ადამიანმა, ანუ
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარმა მიიღო მონაწილეობა. უმეტესწილად არჩევნები ყველგან სიურპრიზების გარეშე ჩატარდა. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ვიხილეთ რაღაც სიახლე. ესენია ამერიკა, ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა და მექსიკა. სამხრეთ აფრიკაში 30 წლის შემდეგ მმართველმა პარტიამ, აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა ერთპარტიული მმართველობის უფლება დაკარგა. პარტია კი ისევ ქვეყნის სათავეშია, მაგრამ მას კოალიციის შექმნა მოუწია. მექსიკაში ქვეყნის მმართველობაში ისევ მემარცხენე ძალა მოვიდა. საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე პოლიტიკოსმა კლაუდია შეინბაუმმა გაიმარჯვა. ექსპერტები წინასწარ მეტყველებენ, რომ შეინბაუმის ქვეყნის სათავეში მოსვლამ შესაძლოა ამერიკასა და მექსიკას შორის ურთიერთობა გაართულოს. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, 14 წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის სათავეში ლეიბორისტები მოვიდნენ, რომლებიც ბრექსიტის ნეგატიური ეფექტის შემცირებასა და ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობენ. მსოფლიოს საარჩევნო კულმინაცია ამერიკაში შედგა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები დონალდ ტრამპმა, ამერიკის ექს-პრეზიდენტმა მოიგო. დემოკრატებმა ტოტალური მარცხი განიცადეს. ახლა სენატსა და წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის მიმავალი წელი არასტაბილური აღმოჩნდა. გერმანიაში 3 პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიცია დაიშალა, რის მთავარი მიზეზი ეკონომიკური კრიზისი, მიგრანტთა პრობლემა და ულტრამემარჯვენეების შესაბამისი გაძლიერება იყო. საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში თებერვლის ბოლოს ჩატარდება. არასტაბილურობა საფრანგეთშიც შეინიშნებოდა. ზაფხულში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა მაკრონს და მის პარტიას მწარე დარტყმა მიაყენა. საფრანგეთის პარლამენტიც არასტაბილური აღმოჩნდა. უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა. მაკრონი ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ძალას, მემარცხენეებსა და ულტრამემარჯვენეებს შორის ლავირებს, რაც მაინც და მაინც კარგად არ გამოსდის. სწორედ ამას შეეწირა მაკრონის დანიშნული პრემიერ-მინისტრი ბარნიე და მისი კაბინეტი. დაძაბულობა შეიმჩნეოდა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, სახელდობრ სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში, ტაივანის სრუტეში და კორეის ნახევარკუნძულზე. ეს ხელიწერტილები ტერიტორიული პრეტენზიებითა და მზარდი მილიტარიზაციით ხასიათდება. ჩინეთი ამტკიცებს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა მას ეკუთვნის, რაშიც ჩინეთს ამ ზღვის გარშემო განლაგებული ქვეყნები არ ეთანხმება. ყველაზე მწვავედ ფილიპინები რეაგირებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უკვე რამდენჯერმე მოხდა ამ ორი ქვეყნის გემების შეტაკება. ასევე დაძაბულია ურთიერთობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. რეგიონის ყველა მოთამაშე მილიტარიზაციის გზას დაადგა. 2024-ში გამოიკვეთა აზრი, რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანი ხდება. გავლენები გააძლიერა რეგიონულმა ლიდერებმა, თურქეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა და საუდის არაბეთმა. ასეთმა ტენდენციამ ბრიქსის წლევანდელ სამიტზეც იჩინა თავი. ბრიქსი გაფართოვდა და გაძლიერდა, მაგრამ გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, რუსეთისა და ჩინეთისგან განსხვავებით, დასავლეთთან დაპირისპირება არ სურს. ისინი ნეიტრალური პოზიციის დაკავებას ცდილობენ და პარალელურად საკუთარ გავლენასაც აძლიერებენ. წელს ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის უსადენო ჩიპი ადამიანის ორგანიზმში პირველად ჩანერგა, რაც წარმატებით განხორციელდა. Neuralink-ის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა. ამით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ. ყოველი წლის დეკემბერში ოქსფორდის უნივერსიტეტის საინფორმაციო გამოცემა გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას ასახელებს, რომელიც განვლილი წლის ყველაზე მკაფიო ტრენდებსა და განწყობებს უნდა ასახავდეს. 2024 წლის ასეთ სიტყვად ოქსფორდის უნივერსიტეტმა brain rot, ანუ ტვინის ხრწნა მიიჩნია. თანამედროვე სამყაროში brain rot ნიშნავს ინტერნეტისა და
ინტერნეტში განთავსებული სოციალური ქსელების უსასრულო და უკიდეგანო, მათ შორის ბოროტის ზრახვებით გამოყენებას, რის გამოც ადამიანი მძლავრ ფსიქოლოგიურ დარტყმებს და შესაბამის მენტალურ დეგრადაციას განიცდის. ინგლისურ ენაში ეს სიტყვა პირველად ამერიკელმა ტრანსცენდენტალისტმა მწერალმა ჰენრი დეივიდ თორომ გამოიყენა 1854 წელს თავის ცნობილ წიგნში Walden or Life in the Woods. Walden-ი ანუ ცხოვრება ტყეში. წიგნი ეხება ავტორის ცხოვრებას ბუნებრივ გარემოში, რაც მისი დამოუკიდებლობის სატირული სოციალური ექსპერიმენტით უგნებავთ სულიერი თვითაღმოჩენის, თვითკმარობის ერთგვარი სახელმძღვანელოა. სიტყვაში brain rot, ტვინის ხრწნა, თორო ინტელექტუალური სტანდარტების დაქვეითებას გულისხმობს. მწერლის აზრით, ამაღლებული იდეები ნაკლებად ღირებული გახდა მის დროში. თანამედროვე ინტერნეტ სივრცეში ეს სიტყვა პირველად 2004 წელს გამოჩნდა, რომელიც ტვიტერის მომხმარებლებმა ვიდეო და ონლაინ თამაშების დასახასიათებლად გამოიყენეს. ტერმინმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა Z და ალფა თაობებში მოიპოვა. შეგახსენებთ, თაობა Z, იგივე Gen Z, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში და თაობა ალფა 2010 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანებია. ტერმინს brain rot ხშირად მათ მიმართ იყენებენ, ვინც მარადიულად ონლაინ არიან, იაფასიანი საინტერნეტო კონტენტით იკვებებიან და ონლაინ ჟარგონზე საუბრობენ. წელს მსოფლიო მასმედიამ ეს ტერმინი ავსტრალიელი პოლიტიკოსის ფატიმა პეიმანის სიტყვით გამოსვლის აღსაწერად გამოიყენა. მან ალფა თაობის სენითი ლაპარაკა, რამაც მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ოქსფორდის უნივერსიტეტის აზრით, ასეთი ტენდენციის ფონზე ტერმინმა brain rot, ანუ ტვინის ხრწნამ 2024 წელს პოპულარობის პიკს მიაღწია. ტენდენცია კარგად აღწერა ამერიკელმა ნეირობიოლოგმა კირა ბობინემ თავის წიგნში სათაურით Unstoppable Brain, ანუ დაუოკებელი ტვინი. მეცნიერის აზრით, თანამედროვე საზოგადოება ძალიან ხშირად უჩივის კონცენტრირებისა და ღრმა აზროვნების უნარის დაკარგვას. ასევე ადამიანები ხშირად წუწუნებენ სულიერ და გონებრივ დაღლილობაზე. ჩვენი ინტელექტუალური ცხოვრების პროცესში დიდ როლს თამაშობს ტვინის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჰაბენულა ჰქვია. ეს სტრუქტურა პასუხისმგებელია ადამიანის შიდა მოტივაციაზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე, მაგრამ მისმა გადაჭარბებულმა გააქტიურებამ შეიძლება რაიმეს გაკეთების სურვილის ჩახშობა გამოიწვიოს. სწორედ ჰაბენულას ბრალია, რომ ადამიანს სურვილი უჩნდება უაზროდ და დაუსრულებლად იცხოვროს ინტერნეტ სივრცეში. წესით, სოციალური მედია და ინტერნეტის სხვა პლატფორმები გარედან გამოწვეული სტრესის მოხსნაში უნდა გვეხმარებოდეს. ადამიანი ცხადია გაურბის სტრესულ სიტუაციებს, მაგრამ ინტერნეტის საინფორმაციო სივრცის გადაჭარბებული უაზრო მოხმარება საპირისპირო შედეგს იწვევს. მეცნიერებისა და ექიმების აზრით, ამ ნეგატიური ტენდენციიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია: მეტი ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში, მაგალითად, ნაცნობებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან მეტი დროს გატარება პოზიტიურად იმოქმედებს ადამიანის როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. არ ვიცი, რამდენ ჩვენგანს ეცოდინება, რომ საშობაო დღესასწაულის განუყრელი სანტა-კლაუსი მოგონილი კი არა, ნამდვილი პიროვნებაა, რომელიც ფინეთის ჩრდილოეთში, ცივ ლაპლანდიაში კი არა, ბიზანტიაში, ანუ დღევანდელი თურქეთის ქალაქ დემრეში ცხოვრობდა. ესაა ეპისკოპოსი წმინდა ნიკოლოზი. ის დამაშვრალთა შემწე და გაჭირვებულთა შემხიდე იყო. მისი კეთილი გავლენით ბევრი ჩამდგარა სიკეთის სამსახურში. უამრავი ლეგენდა დადის წმინდა ნიკოლოზზე. ერთხელ ერთი ღატაკი მოხუცის სამი გოგონა სახელის გატეხვისგან იხსნა. მათ ფანჯარაში ღამით
ოქროს ფულით სავსე ქისები შეაგდო. თან ერთხელ კი არა, სამჯერ. კეთილშობილებისა და თავმდაბლობისთვის ნიკოლოზი წმინდანად შერაცხეს. წმინდა ნიკოლოზის თაყვანისცემა სწრაფად გავრცელდა ქრისტიანულ სამყაროში. მის სახელზე არაერთი ტაძარი აშენდა. მას ლოცვით მიმართავდნენ ადამიანები, თანადგომასა და განკურნებას ევედრებოდნენ. საშობაო დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში მე-10 საუკუნიდან იწყება. ქალაქ კოლნის საკათედრო ტაძარში სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველ 6 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ხილისა და ნამცხრების დარიგება დაიწყეს, რადგან წმინდანი ბავშვთა მფარველად იყო აღიარებული. მალე ტრადიცია გერმანული ქალაქის ფარგლებს გასცდა. სახლებში საგანგებო დამზადებული წაღებისა და წინდების დაკიდება დაიწყეს, რათა წმინდა ნიკოლოზს იქ ხილისა და ფუნთუშების გარდა საჩუქრებით ჩაედო. გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში დღესაც იცავენ ამ ტრადიციას. წმინდა ნიკოლოზის თაყვანისცემის ტრადიცია ამერიკაში ჰოლანდიელმა მიგრანტებმა ჩაიტანეს. წმინდა ნიკოლოზი ინგლისურად Saint Nicholas, ჰოლანდიურად კი Saint Nicholas არის. ამერიკელებმა წმინდანის სახელი შეამოკლეს და Saint Nicholas, ანუ Santa Claus დაარქვეს. თანამედროვე ლეგენდა Santa Claus-ზე ამერიკაში 1823 წელს გაჩნდა. მაშინ ამერიკელმა მწერალმა კლემენტ მურმა პოემა დაწერა სათაურით A Visit from Saint Nicholas, the night before Christmas. წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა, ანუ შობის წინა ღამე. პოემა შობის ღამეს ერთი ამერიკული ოჯახის ამბავს გვიყვება. ყველას რომ ეძინა, ოჯახის მამა სახლთან ახლოს ხმაურმა გააღვიძა. ფანჯარაში გაიხედა და ცაში ფრინავი მარხილი დაინახა, რომელშიც 8 ირემი იყო შებმული. მარხილში თეთრ წვერა სანტა კლაუსი იჯდა. მარხილი სახლის სახურავზე შეჩერდა და სანტა კლაუსი ბუხრის საკვამურის გავლით სახლში შევიდა. მას ზურგზე დიდი ტომარა ეკიდა, რომლითაც ოჯახში საჩუქრები მიიტანა. სანტამ საჩუქრები ნაძვისხესთან დატოვა და ისევ ბუხარში გაუჩინარდა. სანტა კლაუსი პოემაში განსახიერებულია როგორც ზღაპრის კეთილი მხიარული გმირი თავისი განუყრელი ჩიბუხით, რომლითაც ის სურნელოვანი თამბაქოს კვამლის ქათქათა ბოლქვებს უშვებს. პოემამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. მალე ამერიკის ყველა ოჯახში დაიდო ეს წიგნი, რომელსაც მშობლები შვილებს უკითხავდნენ ხოლმე. ასე იქცა წმინდა ნიკოლოზი სანტა კლაუსად. დროთა განმავლობაში სანტა კლაუსზე ლეგენდა დამკვიდრდა, რომლის მიხედვით ის ჩრდილოეთ პოლუსზე, ლაპლანდიაში ცხოვრობს. ყავს ირმებს შებმული მფრინავი მარხილი და შობის ღამეს ბავშვებს საჩუქრებს უტოვებს ბუხართან. ლეგენდა საფუძვლად ის დაედო, რომ შობა და საშობაო ტრადიციები ზამთართან ასოცირდება, თუმცა მსოფლიოში არაერთი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც ძალიან თბილი კლიმატია და არც თოვლია და არც სუსხიანი ზამთარი. 1863 წელს ილუსტრატორმა თომას ნესტმა კლემენტ მურის პოემის მიხედვით სანტა კლაუსის თავგადასავლების ილუსტრაცია გააკეთა, რომელსაც საშობაო შვებულება უწოდა. ილუსტრაცია Harper's Weekly-ს წინა გვერდზე დაიბეჭდა. სანტა კლაუსის გარეგნობა და მანერა სწორედ თომას ნესტის ილუსტრაციების მიხედვით იშვა. გულკეთილი, თეთრ წვერა, ფუმფულა მოხუცი. მოგვიანებით სხვა მხატვრებმაც დახვეწეს სანტა კლაუსის იერსახე. ახლა უკვე თეთრ და წითელ ფერებში გამოწყობილი სანტა წარმოგვიდგინეს. 1931 წელს კოკა-კოლამ გამაგრილებელი სასმელის ზამთარში გასაღების მიზნით ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო. პოპულარული რეკლამის მთავარ პერსონაჟად სანტა კლაუსი შეარჩიეს. მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა სანტა კლაუსის საგანგებო ვიზუალი შექმნა. თეთრ და წითელ ფერებში ჩაცმული სანტა კოკა-კოლას ბოთლით ხელში. ილუსტრაციამ მსოფლიო დაიპყრო, მაშინ და ახლაც ასეთივე ეფექტი აქვს. აი ასე დაავიწყა მსოფლიოს შობის ნამდვილი ისტორია ამერიკის პოპულარულმა საშობაო გმირმა, რაც ევროპასაც ადარდებს და მთელ საქრისტიანოსაც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ
ევროპაში ჯერ კიდევ მძლავრობს ქრისტიანული საშობაო ტრადიცია. საშობაო დღესასწაული შობამდე ერთი თვით ადრე იწყება. დღესასწაულს advents ეძახიან, რაც ქართულად მოსვლას ნიშნავს. ამ დროს საზეიმოდ მორთულ ქალაქებში საშობაო ბაზრობა იხსნება ხოლმე. სახლებში ნაძვის ხეს დგამენ, ადვენტისთვის საშობაო გვირგვინებს კიდებენ, ქრისტეშობის ინსცენირების დეკორაციებს დგამენ, ლოცვებს კითხულობენ და პანჯარაში სანთლებს ანთებენ. იმის ნიშნად რომ შობას ოჯახი ყველას ათბობს და აჭმევს. 6 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავენ. გერმანიაში ამ დღის აღსანიშნავად ბავშვები თავიანთ ოთახებს ალაგებენ, სათამაშოებს ასუფთავებენ, ფეხსაცმელებს აბრიალებენ და გარეთ კართან ათავსებენ. დილით მათ ფეხსაცმელებში ჩაწყობილი ტკბილეული და პატარ-პატარა საჩუქრები ხვდებათ. შობის ღამეს ხალხი ეკლესიაში მიდის წირვაზე ან ახლობლებთან ერთად სუფრას მიუსხდებიან და საშობაო სიმღერებს ასრულებენ. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული სიმღერაა Silent Night, Holy Night, ღამე ნათელი, რომელიც პირველად 1818 წელს გერმანულ ენაზე ზალცბურგში შესრულდა. შემდეგ სხვა ენებზეც ითარგმნა და მთელ მსოფლიოს მოედო. ახლა უფრო პოპულარული ხდება შობის ტრადიცია თანამედროვე სანტა-კლაუსით, ანუ თოვლის ბაბუით ლაპლანდიიდან, მაგრამ ეს არაა მთავარი. რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ლეგენდები და ტრადიციები, მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ შობა სათნოებისა და სიკეთის დღესასწაულია. ხო და ამ საღამოს ამ კეთილი ამბებით დავასრულებ. შობა ახალ წელს გილოცავთ. მრავალს მოესწარით კეთილდღეობაში, სიხარულსა და სულიერ აღმაფრენაში. მომავალ შეხვედრამდე, მეგობრებო.